ნომერი 19 სინამდვილეში თუ ჭამის შემდეგ მაშინვე იცურავებთ, კრუნჩხვა არ დაგემართებათ. ეს თითქმის აუცილებლად ხსმენიათ ბავშვობაში. დაიცადე 30 წუთი ჭამის შემდეგ ცურვამდე, თორემ მუცლის კრუნჩხვა დაგემართება და შეიძლება კიდეც დაიხჭო. იმდენადვე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჭამის შემდეგ კრუნჩხვით დაიხჭო, რამდენადაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდი თეთრი ზვიგენი მოგიახლოვდეს და მთლიანად შეგჭამოს. არ არსებობს არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ჭამის შემდეგ ცურვისას კრუნჩხვა დაგემართება. უბრალოდ ცურვისას ნუ შეჭამ, თორემ სენდვიჩსაც გააფუჭებ და აუსსაც. მაგრამ კიდევ უფრო საზიანო მითიც არსებობს შენი საკვების სამედიცინო ეფექტებზე. ნომერი 18. ცხვიმის ჭამა არ გაგასუკებს. ეს იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება რაღაც, რაც სრულიად ლოგიკურად ჟღერს, სრულიად არასწორი იყოს. ერთადერთი რამ, რაც რეალურად გაგასუკებს, არის ის, რომ შენი სხეული იღებს უფრო მეტ კალორიას, ვიდრე რეალურად ხარჯო. ცხიმის როგორც საკვები ჯგუფის, თავიდან არიდება არა მხოლოდ სისულელია, არამედ შეიძლება ჯანმრთელობაც გაგიუარესოს. თუ საკმარის ცხიმს არ მიიღებ, შეიძლება შეგექმნას თმის წვენა, კანის პრობლემები, ჭრილობები, ნელა შეგიხორცდეს და ბევრად უფრო ხშირად დაავადდე. ნომერი 17. მოხუცი ქალი, რომელმაც მაკდონალდს ცხელი ყავის გამო უჩიულა, მართალი იყო. 90-იანი წლების ბავშვებს ეს ემახსოვრებათ. 1994 წელს ქალმა მაკდონალდს უჩიულა იმის გამო, რომ მათი ყავა ძალიან ცხელი იყო. ის სრულიად დასაცინი გახდა, სიხარბისა და ზედმეტი საჩივრების სიმბოლოდ იქცა. თითქოს ხალხი სულელური მიზეზებით ცდილობდა ფულის მიღებას. აღმოჩნდა, რომ 69 წლის სტელა ლიბეკი სერიოზულად დაიწვა, როდესაც მას 1992 წელს მაკდონალდსის დრაივ-თრუში თითქმის ადუღებული ყავა გადასცეს. ვულკანური ყავა მას კალთაში გადაესხა, რის შედეგადაც ფეხებსა და სასქესო ორგანოებზე მესამე ხარისხის დამთრობა მიიღო. ცოტახას დაგაცდით, რომ შეკრდეთ. საწყალი სტელა თითქმის მოკდა, მაგრამ ჩვენ ყველა მის უბრალოდ ხუმრობად მივიჩნიეთ, რადგან ამერიკა ხშირად უფრო სწრაფად იცავს კორპორაციებს, ვიდრე უდანაშაულო ადამიანებს, რომლებსაც ეს კორპორაციები აზიანებენ. ნომერი 16. კიბოს ერთი საერთო განკურნება არასდროს იქნება. კარგი, დიდ ფარმას არ აქვს ასეთი წამალი და სადღაც სარდაფში ჩაკეტილი არ უდარს. დარწმუნებულები ვართ, რომ შეეძლოთ, აუცილებლად ექნებოდათ, მაგრამ კიბოზე როგორც განკურნება დაავადებაზე ფიქრი, უბრალოდ იმის გაუგებრობას ნიშნავს, თუ სინამდვილეში რა არის ის. კიბო არის საერთო ტერმინი უამრავი დაავადებისთვის და სხვადასხვა შემთხვევას განსხვავებული მკურნალობა სჭირდება. დროისა და კვლევის შედეგად უფრო ეფექტური მკურნალობები შეიქმნება, მაგრამ იმის ფიქრი, რომ ოდესმე ერთი უნივერსალური განკურნება იარსებებს, უბრალოდ არსის გაუგებრობაა. აი ერთი რამ, რასაც არასდროს ელოდით. ნომერი 15. კატებს არ უნდა სვათ რძე. ყველა მულტფილმი, რომელსაც ბავშვობაში ვუყურებდით, გვატყუებდა. მათ უნდა დაგვერწმუნებინა, რომ კატა და რძით სავსე თებში, ზეცაში შექმნილი წვილია. მაგრამ რეალობა სრულიად განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება უყვარდეთ რძე კნუტობისას, როცა კატები იზრდებიან, მათ ორგანიზმში ქრება ის ფერმენტი, რომელიც რძის მონელებაში ეხმარებათ. ასე რომ თუ ზრდასრულ კატებს რძეს მისცემთ, დიდი ალბათობით მოგიწევთ გაუმკლავდეთ მათ ღებინებას, ფაღარats და გაზებს ყველგან. ნუ იტყვით, რომ არ გაგიფრთხილეთ. მაგრამ მხოლოდ ცხოველები არ ხდებიან თავიანთი ბიოლოგიის შესახებ მითების მსხვერპლი. აშკარად უამრავი მითია გავრცელებული, მაგრამ ნუ იდარდებთ, ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს. დარწმუნდით, რომ მოგწონთ, აზიარებთ და გამოიწერთ არხს და იქნებ ერთხელ მაინც შეწყვიტოთ თქვენი უცნაური ბიძის დაჯერება. ნომერი 14. ნაპოლეონი არ იყო დაბალი. საშუალო ადამიანს ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ ალბათ ორი რამ აქვს დარწმუნებით გაგონილი. ის ფრანგი იყო და დაბალი იყო. ეს იმდენად ღრმად არის გამჯდარი ჩვენს კულტურულ ცნობიერებაში, რომ როცა ვსაუბრობთ კაცზე, რომელსაც რაღაცის დამტკიცება სურს, იმიტომ რომ დაბალია, ვამბობთ, რომ მას ნაპოლეონის კომპლექსი აქვს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ნაპოლეონი სინამდვილეში იმ დროისთვის საშუალო სიმაღლის იყო, დაახლოებით 5 ფუტი და 7 დუიმი. არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მას ხშირად დაბლად მივიჩნევთ. პირველ რიგში ის გაშემორტყმული იყო ჯარისკაცებით, რომლებიც სავარაუდოდ საშუალოზე მაღალი იყვნენ. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ინგლისური პროპაგანდა ყველანაირად ცდილობდა ნაპოლეონი დაბლად წარმოეჩინა, რათა მისი ავტორიტეტი შეერგია. და როგორც ჩანს, ეს საკმაოდ ეფექტური პროპაგანდა იყო, რადგან ხალხი დღემდე ასე ფიქრობს, მაგრამ შენ არა. ეხლა უკვე იცი. ნომერი 13. OCD-ის ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანი სისუფთავის მოყვარულია. ეს კიდევ ერთი სტერეოტიპია, რომისთვისაც ფილმებს, ტელევიზიასა და პოპულარულ კულტურას უნდა უმადლოდეთ. ალბათ გსმენია, როგორ ამბობს ვინმე. მე იმდენად OCD ვარ, რომ ყველაფერს ორგანიზებულად ვაწყობ. ან მედიაში გინახავს როგორც დეტექტივები, ისე კრიმინალები, რომლებსაც OCD აქვთ და ისინი უმციკლო, ზედმიწევნით მოწესრიგებული და დეტალებზე ორიენტირებული ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს შეიძლება მართალი იყოს OCD-იანი ზოგიერთი ადამიანისთვის, მაგრამ ეს რეალობას ძალიან ამარტივებს. აბრევიატურა OCD ნიშნავს ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას და ეს ნიშნავს, რომ ადამიანს განმეორებადი, შემაწუხებელი აზრები აქვს, რომელთა კონტროლიც თითქმის არ შეუძლია. ისინი ავითარებენ რიტუალებს, რომლებსაც იძულებით ასრულებენ, როგორც გამკლავების მექანიზმს შფოთვის შესამცირებლად. ეს არაფერ შუაშია იმასთან, რომ ადამიანი უბრალოდ ძალიან მოწესრიგებულია. ჰენრი, ამ სცენარის გადაღლილი და ემოციურად დაცლილი ავტორი, სინამდვილეში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს. და მე ვნახე მისი ბინა, ნამდვილი ნაგავსაყრელია. მაგრამ ეს საერთოდაც არ არის ყველაზე საშიში მითები იმასთან შედარებით, რაც ადამიანების ტვინის მუშაობას ეხება.
ეს იქნებოდა ნომერი 12. შენ სინამდვილეში არ ჭამ სისხლიან სტეიქს. თუ ოდესმე ყოფილ ხარ სტეიქ-ჰაუსში და სწორად მოქცეულ ხარ შეუკვეთე სტეიკი მედიუმ რეარად, ალბათ გაჭერი და თავი ნამდვილი მტაცებელი გეგონა, როცა სისხლი თეფშზე დაგროვდა. მაგრამ ეს სითხე სინამდვილეში სისხლი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ასე შეიძლება ჩანდეს. სინამდვილეში ეს არის წყლისა და მიოგლობინის ნაზავი, რომელიც კუნთების გავრცელებული ცილაა. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, როცა საქმე საკვებთან და ჭამის შესახებ მცდარ წარმოდგენებს ეხება. ნომერი 11. გაპარსვა არ იწვევს თმის უფრო სქლად ან სწრაფად ზრდას. ეს ერთ-ერთი იმ უცნაური ჭეშმარიტებათაგანია, რომელსაც მოზარდობის ასაკში მოულოდნელად იწყებ ხშირად ისმენ. თუ იპარსავ, იქნება ეს სახე თუ ფეხები, ელოდე რომ შემდეგ ჯერზე თმა უფრო სწრაფად და უხეშად გაიზრდება. ეს არა მხოლოდ სიმართლე არ არის, არამედ თითქმის 1 საუკუნის წინ 1928 წელს კლინიკური კვლევითაც კი უარყვეს. სიმართლე ისაა, რომ ეს ალბათ უბრალოდ ოპტიკური ილუზია, როცა თმის ზრდისას მის ფუძეს ხედავ, რომელიც უფრო უხეში და მსხვილი ჩანს, ვიდრე ის წვერები, რასაც ჩვეულებრივ ხედავ. თითების ჭრაჭუნი არც არ გამოიწვევს. ზუსტად ისე, როგორც ბარტყების შეხება, ეს კიდევ ერთი კლასიკური ბებია ბაბუების ზღაპარია, რომელიც ალბათ უბრალოდ იმისთვის მოიგონეს, რომ ბავშვობაში არ შეგაწუხებინათ სხვებია სხვები. არავის მოსტონს, როცა სხვები თითებს ჭრაჭუნებენ, განსაკუთრებით თუ მაფიის წევრი ხარ და ვიღაცის ვალის ასაღებად ხარ მოსული. მაგრამ კატეგორიულად შეიძლება ითქვას, რომ ეს არც არ გამოიწვევს. ეს ჭრაჭუნის ხმა უბრალოდ ბუშტუკების გასკდომაა სინოვიალურ სითხეში. ეს ის სითხეა, რომელიც სახსრებს გლუად ამოძრავებს. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ვინმე ამით მოგატყუებს, პასუხად თითები მუქარით გააჭრაჭუნე. ნომერი 9. საღეჭი რეზინი მუცელში 7 წლის განმავლობაში არ დარჩება. ამას რომ ხმამაღლა ამბობ, მაშინ ვხვდები, რამდენად სულელურად ჟღერს. და რატომ მაინც 7 წელი? თითქოს ეს ჯადოქრის წევლა იყოს. დიახ, საღეჭი რეზინის ზოგიერთი ნაწილი ვერ გადამუშავდება, მაგრამ თუ ყველაფერი რაც ვერ გადამუშავდება, მუცელში დაგვრჩებოდა. ადამიანების საცავებად ვიქცეოდით და ბლოკირებების ან ინფექციებისგან მოვკვდებოდით. საღეჭი რეზინის ის ნაწილები, რომლებიც ვერ გადამუშავდება, უბრალოდ განავალთან ერთად ტოვებს ორგანიზმს და არა მუდმივად რჩება მუცელში. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ორგანიზმში იღებ, არ შეიძლება ზიანი მოგაყენოს. თუნდაც საუკეთესო განზრახვით აკეთებდე ამას. მერვე, ნაბახუსებზე ისევ დალევა უბრალოდ პრობლემას მხოლოდ გადადებს. როგორც ჩანს, თუ გარკვეული ასაკის ადამიანს კითხავ ღამით ზედმეტად გართობის შესახებ, ყველას ექნება თავისებური რეცეპტი. იდეალური ნაბახუსევის სამკურნალოდ, რომელიც ალბათ თაობიდან თაობას გადაეცემა მძიმედ მსმელებსა და გართობის მოყვარულებში. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური რჩევა, რომელსაც გაიგონებ, არის ნაბახუსებზე ისევ დალევა. ეს ნიშნავს, რომ ნაბახუსევის სიმპტომების შესამსუბუქებლად დალიო ცოტა იმავე ალკოჰოლის, რომელსაც წინა ღამით სვამდი. მაგრამ თუ კარგად დაფიქრდები, ეს რჩევა რეალურად ნიშნავს იმას, რომ ნაბახუსევი არასდროს გექნება, თუ მთვრალი დარჩები. სინამდვილეში ძაღლის ბეწვი უბრალოდ აყოვნებს ნაბახუსევის სიმპტომებს. სინამდვილეში საბოლოოდ ეს შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს ნაბახუსევის სიმპტომები, როცა ისინი მაინც გამოვლინდება. უბრალოდ დალიე ბევრი წყალი, ჭამე ნოყიერი საუზმე და გამოიძინე. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის ერთადერთი თაობიდან თაობაზე გადასული ჯანმრთელობის რჩევა, რომელიც არასწორ გზაზე გაგიყვანთ. მაგალითად მე-7. არა, ტელევიზორის ყურება არ გაგაბრმავებს. ეს ის რჩევაა, რომელიც 90-იანი წლებისა და 2000-იანების ბავშვებმა ალბათ ხშირად მოისმინეს. სანამ ყველა ბავშვი ოჯახის iPad-თან სიმბიოტურ კიბორგულ ურთიერთობას დაამყარებდა. მაგრამ თუ იმ ბავშვებს შორის იყავი, ვინც მთელი ბავშვობა Pokemon-სა და Power Rangers ეკრანთან 1 ინჩის მანძილზე უყურებდა, ნუ იდარდებ, ეს შენს მხედველობის ჯანმრთელობასა თუ სიმახვილეზე არანაირ ბრძოლადიან გავლენას არ მოახდენს. ყველაზე მეტად შეიძლება თვალები ცოტა დაგეღალოს და გაგექაოს გადამეტებული გამოყენებისგან, მაგრამ ეს სწრაფად გაგივლის, როგორც კი თვალებს დაასვენებ. მე-6. არასდროს მოშარდო მედუზის ნაკბენზე. ეს იმ უცნაური მითებიდან ერთ-ერთია, რომელიც ალბათ მხოლოდ ვინმე გარყვნილს შეიძლება გამოეგონა. თუ შენს მეგობარს მედუზა მუგბინა, ბოლო რამ რაც უნდა გააკეთო არის მისი მოშარდვა. მედუზის საცეცი ფაქტობრივად დაფარულია ათასობით პატარა შხამიანი ისრით, რომლებიც სხეულში ისვრიან და იწვევს ნაკბენს, რომელიც შეიძლება იყოს უბრალოდ მტკივნეული ან პირდაპირ სასიკვდილოც კი. რეალური რჩევაა, რომ სცადო საცეცების მოცილება ისე, რომ თავად არ დაგეკბინოს, შემდეგ დაასხა ნაკბენ ადგილს ძმარი და რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანო დაზარალებული საავადმყოფოში. შარდის დასმა ნაკბენზე არა მხოლოდ საზიზღარია და უსარგებლო, არამედ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ტესტებმა აჩვენა, რომ მედუზის ნაკბენზე შარდის დასმა შეიძლება მართლაც გააძლიეროს შხამიანი რეაქცია, რადგან ის ქმნის ახალ ქიმიურ დისბალანსს. და მართლა გინდა იყო ის ადამიანი, ვინც მეგობარს პლაჟზე შარდით მოკლა. როგორ წარმოგიდგენია ესეთი სიტყვა დაკრძალვაზე? აი კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი წარმოდგენა. მე-5. არა, შენ ყოველ წელს ძილში უამრავ ობობას არ ჭამ. ხშირად გამეორებულა როგორც უცნაური ფაქტი, რომ თითქოს და წელიწადში 8 ობობას შემთხვევით ჭამ ძილში. ეს პატარა 8 ფეხა ვაროროფილიაკები თითქოს ძალიან უყვართ ადამიანის პირში შეძრომა, რომ იქ დაიღუპონ, მაგრამ ეს ყველაფერი მცდარია. Bill Shirey, Virginia's Hampton Sydney's College's ბიოლოგიის პროფესორი და ამერიკის არაქნოლოგიური საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ციტირებ: ობობები ჩვენ ისე გვიყურებენ, როგორც დიდ ქვას.
ჩვენ იმდენად დიდები ვართ, რომ უბრალოდ ლანდშაფტის ნაწილი ვართ. ძინარე ადამიანს ობობა ნებაყოფლობით არასდროს მიუახლოვდება. და თუ ობობების ექსპერტის სიტყვას არ დაუჯერებ, მაშინ ვერავინ დაგეხმარება. ისე ამოვნე შენი წარმოსახვითი ობობის ვახშმით. ნომერი 4. სერიული მკვლელები მომხიბლელობის ოსტატები არ არიან. ეს მხოლოდ ფილმებსა და ტელევიზიაში ჩანს ასე. თითქოს არავინ იცის მანიპულირება ისე როგორც მკვლელ ფსიქოპათს. მათ აქვთ წარმოუდგენელი მომხიბლელობა, რომელსაც შეუძლია ყველაზე გონივრულ ადამიანსაც კი დაუკარგოს სიფრთხილე და შემდეგ მოტყუებით მიიზიდოს განმარტოებულ ადგილას, რომ იქ მოკლას. შეხედეთ TED Bundy-ს. ყველა ამბობს, რომ იმ კაცს მომხიბლელობა პირდაპირ ასხამდა და სწორედ ასე ახერხებდა მსხვერპლების მარტივად მოტყუებას. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის, ხომ ასეა? ეს კიდევ ერთი გამოგონილია ფილმებისგან, რათა მკვლელები ბევრად უფრო ჩქვიანებად და დახვეწილებად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. TED Bundy სინამდვილეში ამდენი მსხვერპლი იაფფასიანი პიკაპის მეთოდებით მოიპოვა. ყალბი თაბაშირით ხელზე ის ათეულობით ქალს მიმართავდა დახმარების თხოვნით. და უმეტეს შემთხვევაში ამ ქალებმა უარი უთხრეს მას, რადგან უცნაურად და შემაშფოთებლად ეჩვენებოდათ. მას უბრალოდ იმდენი მსხვერპლის პოვნა იმიტომ შეძლო, რომ არ ნებდებოდა და აგრძელებდა მცდელობას, სანამ ვინმე ბოლოს და ბოლოს არ დათანხმდებოდა. მესამე, სექსი ვაგინას სამუდამოდ უფრო მოდუნებულს არხდის. ალბათ გსმენიათ ეს მითქმა, თუ ყავთ მეგობარი, ან უფრო ხშირად ნაცნობი, რომელიც უსმენს იმ უცნაურ ალფა მამაკაცების პოდკასტებს. იცით იმათ, რომლებსაც მიჰყავთ გადაცემა და ძებნაზე ყავთ გამოცხადებული? რადგან, როგორც მითოლოგიურ ვამპირებს, მათაც უცნაური აკვიატება აქვთ ქალწულებზე. ისინი ამას ამართლებენ იმით, რომ სექსი ნაკლებად სასიამოვნოა იმ ქალთან, რომელსაც მეტი სექსუალური გამოცდილება აქვს, რადგან ეს ნიშნავს, რომ მისი ვაგინა უფრო მოდუნებულია. ეს აბსოლუტური სრული სისულელეა. ზუსტად ისე, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რასაც ეს ბიჭები ამბობენ. ვაგინა არის კუნთი, რომელსაც შეკუმშვა და მოდუნება შეუძლია. სქესობრივი აქტის დროს და მის დასრულებისთანავე ვაგინა მოდუნდება, რათა სექსი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდეს. მაგრამ სექსის დასრულებიდან ცოტა ხანში ვაგინა თავის საწყის ფორმასა და ზომას უბრუნდება. ვინც სხვას გეტყვით, აშკარად არასდროს ქონია რეალური შეხება მასთან. მეორე, ბევრი სხეულისენის ექსპერტი სინამდვილეში სრული თაღლითია. ეს ადამიანები ყველგან გინახავთ YouTube-ზე და პოდკასტების სივრცეში. ზოგი ამტკიცებს, რომ ფსიქოლოგები არიან. ზოგი ამბობს, რომ ყოფილი სამართალდამცველი ან CIA-ის თანამშრომელია. ყველა ამტკიცებს, რომ სწრომ Sherlock Holmes-ის დონის უნარები აქვთ ადამიანების ცრვილ მანქცევებზე დაკვირვებით. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი ისეთივე სანდოები არიან, როგორც ხელის გულით ან ტაროს ბარათებით მკითხავი, რომელიც ფსევდომეცნიერების თხელი ფენით არის დაფარული. თავისთავად გასაგებია, რომ არავერბალური მინიშნებები ადამიანის კომუნიკაციის უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ამ მინიშნებების მნიშვნელობა ძალიან დამოკიდებულია სიტუაციაზე, კულტურაზე და პიროვნებაზე. თუ საკმარისად ბევრ კვლევას წაიკითხავთ, ხშირად აღმოჩენთ, რომ ამ ეგრეთ წოდებული წესებიდან ძალიან ბევრი სრულიად წინააღმდეგობრივია. ეს შეიძლება იყოს საინტერესო პატარა ტრიუკი წვეულებაზე, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება იმაზე, რომ ადამიანები შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ იმის გამო, რასაც ვიღაც მელოტი ამბობს მათი წარბების მოძრაობაზე, დეზინფორმაცია სულელურიდან პირდაპირ საშიშში გადადის. ნუ ენდობით ასეთ ადამიანებს. პირველ რიგში თქვენ ბევრ ცნობილ ფილმის ციტატას არასწორად იხსენებთ. ეს ცოტა სულელური მაგალითია, მაგრამ მაინც ალბათ გაგაოცებთ. ადამიანის მეხსიერების არასრულყოფილების გამო დეტალები ერთმანეთში ირევა, როცა ვიხსენებთ მათ. ამიტომ ხშირად, როცა ჩვენ საყვარელ ფილმის ფრაზებს ვიმეორებთ, შემთხვევით არასწორად ვციტირებთ. დართ ვეიდერმა არასდროს უთქვამს, ლუკ, მე შენი მამა ვარ. მან თქვა, არა, მე ვარ შენი მამა. ბეტი დევის არასდროს უთქვამს, შეიკარით ხვედები, რთული მგზავრობა გველოდება. მან თქვა, შეიკარით ხვედები, რთული ღამე გველოდება. ბოროტი დედოფალი ფიფქიადან არასდროს ამბობდა, სარკე კედელზე, ვინ არის ყველაზე ლამაზი? მან თქვა, ჯადოსნურო სარკე კედელზე, ვინ არის ყველაზე ლამაზი? და ფილმში ხბები უფროს ბროუდის არასდროს უთქვამს, უფრო დიდი ნავი დაგჭირდება. მან თქვა, უფრო დიდი ნავი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ თქვენი სხვა საყვარელი მაგალითებიც კომენტარებში დაწეროთ. ადრე ვახსენეთ, რომ საკვებთან დაკავშირებით ბევრი ტყუილია, მაგრამ ამაზე ბევრად მეტი რამ არის. უყურეთ ვიდეოს, ჩვეულებრივი სასურსათო მაღაზიის ტყუილებმა მოგწამლეს, რომ გაიგოთ სიმართლე, ან დააცკაპუნეთ ამ ვიდეოზე.